თქვენი აზრით, აი ამ კომენტარებს რატომ გვიბედავენ? იმიტომ ხო არა, რომ ყველაფერი გაუტარეთ. იმიტომ ხომ არა, რომ ამ ქვეყანაში ადამიანები, რომლებიც ახლა ფსიქიატრიულში უნდა იწვნენ და ასეთია მკვლელობაში ეჭვმიტანილი. ფსიქიატრიულში უნდა იწვეს, იმიტომ რომ ჯერ თავში ისროლა, შემდეგ დამაზიანებელი იყო საზოგადოებისთვის, უმძიმესი ფსიქიური დიაგნოზი ჰქონდა. სახლში იყო იარაღით ხელში. არა მარტო სახლში იყო, არამედ იარაღით სახლში ჰქონდა ასეთ ადამიანს. და თქვენი აზრით ამას ვინ უნდა აკონტროლებდეს? შემთხვევით ის ადამიანები ხო არ უნდა აკონტროლებდნენ ვახოსანაიას, რომ 14 დღიან პატიმრობას ურჩიან წარჩინებულ სტუდენტებს, ექიმებს, მასწავლებლებს, რომ ტროტუარზე დგომისთვის პატიმრობაში უშვებენ. შემთხვევით ამ ხალხმა ხო არ უნდა აკონტროლოს ფსიქიურად შეშლილებს სახლში იარაღი რატომ აქვთ და რატომ აღიზიანებთ სხვების სიცილი და სხვების 17 წლის ახალგაზრდების სიცილი. თვითმხილველები ამბობენ, რომ ბავშვები ნასვამებიც კი არ იყვნენ. ანუ წარმოიდგინეთ, თავიდან შელაპარაკება დაწყებულა ამ სავარაუდო მკვლელსა და დედას შორის, ანუ დედის და ახალგაზრდებს შორის. ანუ ქალი, რომელმაც შვილს მოუგვარა ფსიქიატრიულის დატოვება, შეწუხდა 17 წლის ახალგაზრდების სიცილით, ანუ ოჯახით შეშლილები, დანევროზებულები და 17 წლის ბავშვებს სკოლა წელს დაამთავრა ამ ახალგაზრდამ. მე არ ვიცი, მე არ მაქვს უფლება მისი ფოტო დავდო. მისი სიცილი რო ნახოთ, მიხვდებით, რომ ყველაზე არაკანონზომიერი რამ მოხდა ახლა. და მე ვარ დარწმუნებული, რომ თითოეული ჩვენგანი საკუთარ შვილებს და მათ მეგობრებს ვეძებდით გუშინ ღამით. იმიტომ რომ მორიგმა შეშლილმა კიდევ იგივე არ გააკეთოს, რომელმაც ასევე მოაგვარა გავლენებით, ნაცნობობით, ახლობლობით. მარტო ის კი არ მოაგვარა ფსიქიატრიული დატოვა, ისიც მოაგვარა, რომ იარაღი აქვს სახლში. ან იმას როგორ გვიბედავენ კომენტარებში რომ იწერენ ონისეს ამბავზე, რომ თქვენო ის ხალხი არ ახართო, რუსი ქალი რო რუს ქალზე ძალადობა რო გააправეთო? ამას წერს ხალხი, რომელსაც მხოლოდ იუმორინას იუმორი ესმის და მეტის რესურსი არ აქვთ. და რაც არ უნდა და რამდენჯერაც არ უნდა ახსნას ონისემ, რომ ეს მისი მხრიდან პირიქით პოზიტიურ კონტექსტში ნათქვა მიიღო აბსურდულობა და უშვა მისი ამ წინადადებით, მაინც ვერ გაიგებენ ვერ. ან საზოგადოებრივი მაუწყებელი როგორ გვიბედავს დღეს დილით იმაზე ლაპარაკს, როგორ მოვიპოვოთ ბედნიერება. დღეს ჩვენი გადაცემის თემა იქნება. დღეს დილით როგორ გვიბედავს ზუზუ, რომელიც მილიონიან ტენდერებს იგებს ქართულ ოცნებასთან ერთად. თიკა რუხაძის დაქალი ბედნიერებას ლაპარაკს დღეს დილით. როგორ გვიბედავს მართლა მითხარით. ან სახელებით და გვარებით, რატომ არ ვახსენებთ, რომ ახალგაზრდა შვილები ყავს რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს, ტელეკომპანია იმედის გენერალურ დირექტორს, რომელიც ორად ყოფს ამ ქვეყანას, რომელიც საიდან ჩნდება ეს მთავარი აგრესია ჩვენ შორის. სამოქალაქო დაპირისპირების პირას რომ ვართ. ზიზღს რომ თესავენ, ერთმანეთს რომ გვაზიზღებენ. აი ამ დაგეშო ცხოველებს რომ გვისევენ თავიანთი პროპაგანდით, ამას როგორ გვიბედავენ. რუსეთის აგენტს რომ გვიდარებენ ონისეს, ამას როგორ გვიბედავენ და მე ნორმად რომ გვასახებენ ამ ორი მაგალითის შედარებას. სტატუსებს ისე ვიგლოვებთ, მე დარწმუნებული ვარ გულწრფელად. გუშინდელ ამბავს, მე არ მგონია რომ გუშინდელ ამბავს პოლიტიკური კუთვნილება შეიძლება ქონდეს და გუშინდელ ამბავს გლოვს ყველა მთელი საქართველო. მნიშვნელობა არ აქვს ვინ ვისია, ამას რა მნიშვნელობა აქვს. მაგრამ სანამ ამ ყველაფერს გაგვიბედავენ, მანამდე ვიქნებით გლოვაში.